გამორჩეული შემოbrunება ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში. ქურთების ხელმძღვანელობით მოქმედი ძალა, რომელმაც დაამარცხა ISIS, მართავდა დიდ და ავტონომიურ ანკლავს და მოგვიანებით ებრძოდა დამასკოს ახალ ხელისუფლებას. ეხლა მათ უერთდება. ეს შეთანხმება შედგა მას შემდეგ, რაც SDF-ს თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილი წაართვეს და მას შემდეგ, რაც ბრძოლების დროს ქურთი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სერიოზული ძალადობის ბრალდებები გაჩნდა. ჩვენს ალექს შლოს მეტი ინფორმაცია აქვს. სირიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალა ოფიციალურად აღარ არსებობს. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის დიდი ნაწილის კონტროლის შემდეგ ქურთების ხელმძღვანელობით მოქმედი სირიის დემოკრატიული ძალები, ანუ SDF დაიშალა და შეუერთდა სირიის ცენტრალურ მთავრობას. SDF-ის სარდალმა მაზლუმ აბდიმ ეს განცხადება დამასკოში პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარასთან გნერთად გააკეთა. პრეზიდენტ შარასთან შეთანხმების შემდეგ და ჩვენი ძალების სირიის არმიის ბრიგადებში ინტეგრაციის პროცესის დასრულების შემდეგ ჩვენ დღეს ვაცხადებთ სირიის დემოკრატიული ძალების მისიის დასრულებას და პასუხისმგებლობით ვაცხადებთ მათ დაშლას დამოუკიდებელი სამხედრო ძალის სახით. ეს არის დრამატული დასასრული ძალისთვის, რომელიც ოდესღაც სირიის დაახლოებით მეოთხედს აკონტროლებდა და ვაშინგტონის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ პარტნიორად იქცა ISIS-თან ბრძოლაში. SDF-მა დაეხმარა ISIS-ის განდევნას კობანიდან, რაქადან და საბოლოოდ ISIS-ის სირიაში დარჩენილი ტერიტორიის უმეტესობიდან. ახლა მისი მებრძოლები სირიის სახელმწიფო სტრუქტურებში ინტეგრირდებიან. ეს მოიცავს ქურთ ქალთა YPJ-ს, რომელმაც დათანხმდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ძალის სახით შეუერთდეს. მის ცნობილ მეთაურებს შორისაა Raj Dafalati, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამხედრო ფიგურა, რომელიც როჟავადან გამოვიდა. მან იბრძოლა ქობანის ალყის დროს და მოგვიანებით გახდა ერთ-ერთი მეთაური კამპანიაში, რომელმაც რაქა აიღო ISIS-ისგან. ამგვარად, ეს გარდამავალი პროცესი სირიის სახელმწიფო ინსტიტუტებში მოიყვანს იმ მეთაურებს, რომლებმაც ერთ დროს ავტონომიური ქურთული სამხედრო სტრუქტურა შექმნეს. აბდი ამბობს, რომ ბრძოლის ეტაპი ახლა დასრულდა. სირიის დემოკრატიული ძალების შექმნის შემდეგ მის მებრძოლებს მძიმე პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ სირიის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში. მათ გაათავისუფლეს სირიის მრავალი ქალაქი და დაბა, ჯერ ბაათის მმართველობისგან, შემდეგ კი ისლამური სახელმწიფოს ტერორისგან. დღეს ვითარება შეიცვალა და ქვეყანა ახალ ეტაპზე შევიდა, მშვიდობისა და ახალი სირიის აშენებაში მონაწილეობის ეტაპზე. ვაშინგტონი ძლიერად უჭერს მხარს ამ შეთანხმებას. აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა თომ ბარაკმა ამ მოვლენას აბსოლუტურად ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს აჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს ნამდვილი ინტეგრაცია გამარჯვებულებისა და დამარცხებულების გარეშე. მისი გზავნილი მარტივი იყო: ერთი არმია, ერთი მთავრობა, ერთი სახელმწიფო. სირიის ქურთებისთვის შეთანხმება ასევე მოიცავს პოლიტიკურ და კულტურულ დათმობებს, მათ შორის ქურთულ ენაზე განათლების აღიარებას და მაღალი რანგის ქურთი ლიდერებისთვის ახალ მთავრობაში პოზიციების მინიჭებას. ქურთულ ენაზე განათლების მიღების უფლება ერთება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა, რომელსაც ჩვენი ქურთი ხალხი აცლეულებია ითხოვს. პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა ამ უფლების დაცვაზე და მისმა აღმატებულებამ გამოავლინა ღია პოზიცია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების მიმართ. რათა აცაათვა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. წლების განმავლობაში, როდესაც ჩრდილო-აღმოსავლეთ სირია თითქმის სახელმწიფოსავით ფუნქციონირებდა, დამასკო ახლა უფრო მეტად ცდილობს ქვეყანა კვლავ ერთიან პოლიტიკურ და სამხედრო მმართველობაში დააბრუნოს. საკითხის დეტალურად განსახილველად ახლა ჩემთან ერთად არის კაროლინ როუზი, სუფანის ცენტრის უფროსი დირექტორი. კაროლინ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ხართ i24 News-ზე. მადლობთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს საკმაოდ დიდი ცვლილებაა, რასაც აქ ვხედავთ. როგორ მივედით აქამდე? რა გარანტიები მიიღეს ქურთებმა, სანამ შესაძლოა მათ ყველაზე დიდ ბერკეტს დათმობდნენ? რა თქმა უნდა, ვფიქრობ, ეს პროცესი ერთ დღეში არ დაწყებულა. სირიაში ასადის დაცემის შემდეგ ჩვენ მაშინვე დავინახეთ. მხოლოდ რამდენიმე თვეში ადრე გაზაფხულზე ახალი ცენტრალური ადმინისტრაცია და ქურთი ლიდერები. SDF-ისა და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ავტონომიური რეგიონის მთავრობის წარმომადგენლებმა მართლაც დაიწყეს მოლაპარაკებების პროცესი, რომელმაც ძალიან დიდი დრო წაიღო. ჩვენ ვხედავდით, რომ მოლაპარაკებები პერიოდულად წყლებოდა 2025 წლის განმავლობაში და 2026 წლის დასაწყისშიც კი, კერძოდ წლის დასაწყისში, იანვარში. ჩვენ ვიხილეთ პირდაპირ დაპირისპირებები SDF-სა და ახალ სირიის მთავრობას შორის. ეს მართლაც კოშმარული სცენარი იყო ომის შემდგომი სირიისთვის.
და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამან მართლაც დააჩქარა ის გადაწყვეტილება, რაც დღეს ვიხილეთ, რაც არა მხოლოდ SDF-ის ძალების და ჩრდილო-აღმოსავლეთის გარშემო არსებული უსაფრთხოების სტრუქტურის შთანთქმას გულისხმობს, არამედ ასევე სირიის დემოკრატიული ძალების ოფიციალურ დაშლას სირიაში. SDF-მა 10 წლეული გაატარა ISIS-თან ბრძოლაში, ხოლო სირიის ახალ არმიაში შედის ზოგიერთი ყოფილი ჯიჰადისტური დაჯგუფებაც. Carolyn და ახლა ქურთი მებრძოლები აღმოჩნდნენ იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც კავშირი აქვთ იმ ექსტრემისტულ ქსელებთან, რომელთა წინააღმდეგაც ისინი ომობდნენ. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რასაც ახლა ვიხილავთ, წინ გარკვეული დაბრკოლებები იქნება, რადგან სხვადასხვა ბრიგადები და დანაყოფები ერთმანეთში აირევა. და მაგალითად ჩვენ უკვე ვნახეთ გარანტია იმისა, რომ გარკვეული დანაყოფები სირიის არმიაში შევა და სავარაუდოდ დიდად არ შეიცვლება. მათი შემადგენლობა დიდი ალბათობით უცვლელი დარჩება. მათი მდებარეობა რას წარმოადგენენ ისინი და ასევე მათი ძლიერი ფოკუსი ანტიტერორისტულ ინიციატივებზე კვლავ შენარჩუნდება. მაგრამ ამავე დროს ისინი სირიის არმიის ძალებთან ერთად ივარჯიშებენ მათგან ბევრს განსხვავებული საბრძოლო გამოცდილება აქვს, ზოგი სირიის ჩრდილო-დასავლეთ იდლიბის პროვინციიდან. ეს შეიძლება ყოფილი ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის ნაწილი. მე ასევე ვფიქრობ, რომ არსებობს საერთო გამოცდილება და საერთო გაკვეთილები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სხვადასხვა დანაყოფებისთვის, რომ ერთმანეთს გაუზიარონ, როცა ცდილობენ გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობები. და ეს ნამდვილად მათი გამოცდილებაა ანტიტერორისტულ ოპერაციებში ისლამური სახელმწიფოსა და სხვა ტერორისტული ქსელების წინააღმდეგ სირიაში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და შესაძლოა ეს საერთო გამოცდილება გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო გააძლიერებს შესაძლებლობებს. მაგრამ ეხლა ვინ აკონტროლებს ისლამური სახელმწიფოს ციხეებს ბანაკებში? ზოგი მათგანი უკვე დაცლილია. მაგალითად, ჩვენ ვიხილეთ ალ-ჰოლის ბანაკის სრულად დაცლა. ესევე ვიხილეთ ნაწილობრივი დაცლა და რეპატრიაციის მცდელობები ალ-როჟის ბანაკში. იყო ერთი ბანაკი, რომელმაც ალ-აქტარინში ახალი მაცხოვრებლების ნაკადი მიიღო. ესევე არის რამდენიმე ციხე, სადაც კვლავ ყავთ დაკავებული სავარაუდო ISIS-ის წევრები და მებრძოლები. ზოგიერთი ყველაზე საშიში მებრძოლი ფაქტობრივად გადაიყვანეს მეზობელ ერახში, სადაც ისინი ფედერალურ პატიმროგაში და რამდენიმე ციხის სისტემაში იმყოფებიან, განსაკუთრებით ბაღდადში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ასევე ვიხილავთ პასუხისმგებლობის გადაცემას სირიის ფედერალური მთავრობისთვის SDF-ისა და ASAIS-ის ძალებისგან. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ პასუხისმგებლობებთან იქნება დაკავშირებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართვის გადაცემა შეუფერხებლად განხორციელდეს. როგორც ნახეთ, სულ რამდენიმე თვის წინ იყო რამდენიმე გაქცევის მცდელობა, ასევე ქალებისა და ბავშვების გაქცევის შემთხვევები და ამ საპატიმრო სისტემებიდან მებრძოლების გაქცევის მცდელობებიც. რას ნიშნავს ეს თურქეთისთვის? ანკარა SDP-ის ქურთულ ხელმძღვანელობას PKK-ს გაგრძელებად აღიქვამს. მას კმაყოფილია თუ არა თურქეთის ხელმძღვანელობა ამ ინტეგრაციით? მე ვფიქრობ, რომ ისინი იქნებიან კმაყოფილები. ვფიქრობ, ეს თურქეთისთვის ყოველთვის დაბრკოლებად აღიქმებოდა. და ჩვენ ვიხილეთ თურქეთის მრავალჯერადი შეჭრა ჩრდილოეთ სირიაში, რათა შეეჩერებინათ SDF-ის დანაყოფები და ის, რასაც ისინი PKK-ს გაგრძელებად მიიჩნევდნენ. მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ჩვენ კვლავ ვხედავთ თურქეთის გაფართოებას, თურქეთის გავლენას სირიის ახალ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. მაგრამ მე არ ველოდები, რომ თურქეთი აგრესიულ პოზიციას დაიკავებს, როდესაც საქმე SDF-ის დანაყოფების ფედერალურ მთავრობაში ინტეგრაციას შეეხება. შეიძლება თუ არა, რომ ქურთების ინტეგრაცია მომავალში მოდელად იქცეს სხვა უმცირესობებისთვის, როგორიცაა დრუზები და ალავიტები სირიის სახელმწიფოში. თუ ისინი უბრალოდ ძალიან განსხვავდებიან იმასთან შედარებით, რაც დამასკოში ხდება. კი, ვფიქრობ, ბევრ მხრივ იცით ინტეგრაციის მოდელი და პროცესი, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია ახორციელებს. სირიაში ჩვენ უკვე ვნახეთ ბევრი ალავიტის, სხვა რელიგიური უმცირესობების, ეთნონაციონალისტური და ეთნოლინგვისტური თემების ინტეგრაცია. ჩვენ ვნახეთ უფრო მცირე მილიციის ქსელების დაშლა, ისევე როგორც ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული ჯგუფების დაშლა ამ კონსოლიდაციის შედეგად. ამიტომ ვფიქრობ, ბევრ შემთხვევაში, იცით, ეს SDF-ის მოდელი გარკვეულწილად სწორედ ამ ინტეგრაციის წინაწარმატებებზეა აგებული.
მაგრამ ვფიქრობ, ეს იქნება მაგალითი და მოდელი შემდეგი სადავო ტერიტორიისთვის, რომელსაც ახალი სირიის მთავრობა მიაპყრობს ყურადღებას. ეს არის სამხრეთ სირიაში, ეს არის სუეიდა, სადაც დრუზების მილიციები ჯერ კიდევ არ არიან სრულად ინტეგრირებული ახალ ადმინისტრაციაში და კვლავ დამოუკიდებლად მოქმედებენ. ისინი სამხრეთ სირიაში ნახევრად ავტონომიური გაერთიანების შექმნას ითხოვენ.